ხო უცნაური ვითარება მიხაილ როთიარის რუსთაველის გამზირზე ამაში უცნაური არაფერია გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აქამდე ყოფილა რუსთაველზე თუმცა ხედავთ რომ ჟურნალისტებს აქვთ რამდენიმე ხნიანი წარუმატებელი მცდელობა მას შემოართვან ინტერვიუ ჩვენ მასთან უკვე ჩავწერეთ ინტერვიუ მან უპასუხა ჩვენს კითხვებს და მისი მთავარი გზავნილი არის ასეთი რომ ის სიმბოლურად უფლებამოსილების ამოწურვამდე სწორედ ჩამოვიდა საქართველოში, მოვიდა რუსთაველის გამზირზე და ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება იმის, რომ ის დგას ქართველი ხალხის გვერდით. სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელმა გააკეთა ჩვენთან კომენტარი, მან ახსენა რეჟიმი, როდესაც ისაუბრობდა ქართულ ოცნებაზე რამდენჯერმე და ხაზგასმით და თქვა, რომ ძალიან საშიშ ფაზაშია ოლიგარქიული რეჟიმი და აუცილებელია, რომ ეს ბრძოლა რომელიც უკვე 47 დღიან უწყვეტ საპროტესტო აქციებს ითვლის, დასრულდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ლოგიკური და სამართლიანი შედეგით, ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება. ხედავთ მიხაილ როთს, რომელიც ესალმება აქციის მონაწილეებს და ნელ-ნელა დატოვებს რუსთაველის გამზირს, იმიტომ რომ ძალიან დიდია ჟურნალისტების ინტერესი და ახლა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ნელ-ნელა უკვე დატოვონ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, 9 საათია უკვე რაც აქ არის გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა მიმართულების ხელმძღვანელი და მან აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია გამარჯვება, რომელსაც მოიპოვებს ქართველი ხალხი. ნინო ევგენიძეს ხედავთ, გიგიაძესაც ხედავთ, მე ვეცდები ამ ფორს მაჟორში, გიგის გავესაუბროთ, ძალიან უცნაური მდგომარეობა ნამდვილად, ძალიან კომიკური. ბატონო გიგი, მოკლედ მიხაილ როთი ჩამოვიდა, მან თქვა კიდეც, რომ ის ჩამოვიდოდა და ზუსტად სიმბოლურად მოვიდა რუსთაველის გამზირზე, სადაც ქართველი ხალხი იბრძვის. ძალიან მნიშვნელოვანი რომ ადამიანი აგრძელებს საქართველოს ხარდაჭერას, მისი ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი გერმანიაში, მისი პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპაში, ძალიან ზუსტად აღიქვავს ის დღევანდელ საქართველოში არსებულ რეალობას და ძალიან სწორ შეფასებას აძლევს იმ როლს, რომელიც ვითარდება დღეს ჩვენ ქვეყანაში. ამიტომ ამ ადამიანის დღეს ჩვენთან ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ უნდა ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ევროპაში ზუსტად აქვს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მათი ძიან ზუსტად რა ხდება საქართველოში და როგორ უმძიმეს მდგომარეობაში, უძვიცი კრიზისი ვითარდება დღეს ჩვენ ქვეყანაში. ამიტომ ძალიან კარგია რომ ის არის დღეს ჩვენთან ერთად და იმედი მაქვს რომ მისი მხარდაჭერა, გერმანიის მხარდაჭერა გაგრძელდება საქართველოსადმი მომავალშიც, ასევე ძლიერად როგორც ეს არის დღეს. ძალიან დიდი მადლობა გიგიაძეს უსმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში. მიხაილ როთი ტოვებს უკვე ამ ტერიტორიას, იმიტომ რომ ჟურნალისტების ნაწილმა არ მისცა მას თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა და იქამდე, ვიდრე მას ჰქონდა შესაძლებლობა ესაუბრა ის მომიტინგებს, გააკეთა ასევე ჩვენთან კომენტარი და აღნიშნა, რომ ბრძოლა გრძელდება და ის მუდმივად იქნება ქართველი ხალხის მხარეს და მუდმივად დაიცავს საქართველოს ინტერესებს ყველა ტრიბუნიდან, რის შესაძლებლობაც მას ექნება და მაკაჩიჩოს და მე და მასთან გავაგრძელებ საუბარს. აი მე ხა ვიმღერეთ მე და თემომ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. თემო სათხარ. იმღერებთ კიდევ? ვიმღეროთ კიდევ? მოდი. ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა, განათებული მთავარი, წილნაყარია ღმერთანა, თავისუფლება დღეს ჩვენი, მომავალ სუმღერს დიდებას, ცისკრის ვარსკვლავი ამოდის და ხორცშუა ბრწყინდება, დადიდება თავისუფლებას დიდება. მაკა აი ასეთი განწყობით ვართ აქ და ესეთი საოცარი ჯადოსნობა ტრიალებს და რამდენ ადამიანს გადაედო გარშემო ეს განწყობა ყველა თქვენ ამ ადამიანებმა გადმოგდეს პირიქით ამ ადამიანებმა მოგცეს ეს მუხტი და თემოსაც იმიტომ არ შერწყო იმიტომ რომ აქ ტრიალებს ეს მუხტი
დეა აქ არის ეს საოცრება და ბედნიერი ვხდები აქ რო ჩამოვდივარ იცი რაღაცა სულ სხვა რამეა აი იცი როგორი განცდა მაქვს რომ თითქოს აი რაღაცა თერაპიულ სეანსზე ვარ სადაც ყველა ჩემიანია და გვაერთიანებს ერთი საერთო მთავარი ღერძი სურვილი იმ მომავლის რისთვისაც აქ ვეკრიბებით რაც გავაპროტესტეთ რამაც აქ შეგვყარა და როგორც გვინდა რომ ვიცხოვროთ კარგ ნორმალურ განვითარებულ ცივილურ და კიდე გავაგრძელებდი ამ ეპითეტებს მაგრამ მართლა გვინდა ნორმალური ცხოვრება რა არ შეიძლება აი ასეთი ერი აი ასეთი განვითარებული აი ასეთი ინდივიდებით სავსე ხალხი ესა ქვეყანა იყოს ჩაგრული არ მივცემთ რა აი ამ რაღაცა გაუგებარ ხალხს იმის საშუალებას რომ ჩვენ დაგვჩაგრონ და დაგვიკეტონ კარი და დაგვამონონ და არ მოგცენ იმის საშუალება რომ კიდევ უფრო გავლაღდეთ კიდევ უფრო გამოვამჟღავნოთ ჩვენი ინდივიდუალობა უფრო მასშტაბური გავხადოთ უფრო ლაღები გავხდეთ არ შეგვეშინდეს არ გვინდა რა ამდენი შიში კარჩაკეტილობა რაღაცა დასჯილი ყოფნა ხო მძევლებად აი მე ვგრძნობ ხოლმე პერიოდულად აი ცოტა სასოწარკვეთაში რომ ჯავარდები რომ ვაიმე რაღაცა ხო არ რომ ძევალი ვარ, იცი? ძევალი ვარ რაღაცა შავი ძალის, რომელსაც ვენდობოდი და მომატყუა. ეს თაღლითური აი ეს სქემების შედეგად ჩამოაყალიბეს ის რომ ჩვენ დღეს სამაგიეროდ კარგად შევიკარით რა. ფანტასტიკური გარემო შევქმენით და ყველა ბედნიერია. აი აქ მოვდივარ და ვხედავ ადამიანებს, რომლებიც არიან ბედნიერნი. Absolutely გეთანხმები ასე რომ აი მე ერთადერთი რასაც ვიტყოდი რომ აი ამ გარემოში აი ამ ბევრ ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანთან ერთად უნდა ვიაროთ წინ და ეს არის ეროვნული მოძრაობა. განმანთავისუფლებელი ეროვნული მოძრაობა. დიდი მადლობა მაკა აბსოლუტურად გეთანხმები ჩვენ მაკა ჩიჩუას უსმენთ პირდაპირ ეთერში და თემოსთან ერთად მან შეასრულა საქართველოს ჰიმნი და მოისმინა ეს მთავარი არხის მაყურებელმა მოკლედ პროტესტის 47 დღე არის პარლამენტთან და თქვენ ხედავთ რომ ეს მონაკვეთი არის რასაკვირველია ტრადიციულად ისევ და ისევ გადაკეტილი მომიტინგებს აქვს დაკავებული დედაქალაქის მთავარი გამზირი და განწყობაც მგონი ალბათ კადრში გაცილებით უკეთ ჩანს ვიდრე ამის ახსნა მე შემიძლია ახლა ზეპირსიტყვიერად თქვენთვის მე უბრალოდ შეგახსენებთ იმ ორ მოთხოვნას რომელიც პრინციპულად უმნიშვნელოვანესია ორივე მათგანის საკმაყოფილება ქართველი ხალხისთვის ერთი ეს არის ახალი არჩევნები მეორე რეჟიმის ყველა პატიმრის გათავისუფლება და ეს პროტესტი გაგრძელდება იქამდე ვიდრე ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება იმიტომ რომ ქართველი ხალხი არის ერთიანი და ალბათ მართლობის თუ მართლობა შეიძლება უკვე ეწოდოს მე-13 წელს იმას რა საქმიანობასაც მიყვება რუსული ოცნება ერთადერთი რამ შეძლო ივანიშვილმა ეს არის ქართველი ხალხის გაერთიანება იმდენად გააბრაზა იმდენად მოატყუა მთელი ერი რომ ყველა ყოველდღე გარეთ გამოდის ტრადიციულ ლოკაციაზე რუსთაველის გამზირზე რომ კიდევ ერთხელ თქვას რომ ის იმსახურებს სამართლიან და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებას. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ის კომენტარები, რომლებიც ჩვენ აქ ჩავწერეთ მას შემდგომ, რაც მოვედით რუსთაველის გამზირზე. როგორც მოქალაქე ამ ქვეყნის მოსიყვარულე შვილი, მე ვითხოვ გამჭირვალე თავისუფალ არჩევნებს. მე ვიყავი დამკვირვებელი და ვიცი როგორ მოიპარეს კულტურულად, აგვაცალეს ცხვირწინ და უკულტუროთაც. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ეს და თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ყველა პოლიტპატიმარს, ყველა რეჟიმის ტყვეს თავისუფლება და შეწყდეს მათზე დაწყებული ძიებები, ყველა უნდა შეწყდეს და უნდა წავიდნენ. ხალხო, უნდა შეიცვალოს ეს ხელისუფლება სხვანაირად ქართული ერი ვერ გადავრჩებით. აქ ვდგავარ იმიტომ რომ მე ჩემი სამშობლოსათვის მეტი სხვა რაიმეს გაკეთება არ შემიძლია 86 წლის აფხაზეთიდან დევნილ ქალს მაგრამ ვდგავარ სულითა და გულით რომ მალე ვიხილო
მთავრობა, რომელიც არასოდეს არ მოგვატყუილებს და ვიხილო ისიც, რომ სასამართლო იყოს არა ისეთი, როგორიც წუხელ ვიხილე ბელიაშვილის ქუჩაზე, არამედ სასამართლო იყოს სამართლიანი. ყველა ძალიან კარგად აქვს განაზრებული, რატომ დგას აქ, რა იდეისთვის დგას აქ და რამხელა პასუხისმგებლობა ვაკისრია, მათ შორის იმის გამო, რომ ჩვენი თანამებრძოლები რამოდენიმე დღის წინ ჩვენს გვერდით იდგნენ და ჩვენთან ერთად იბრძოდნენ, ის ხალხი ხა ციხეშია და შესაბამისად ისინი უნდა დავიხსნათ, ამიტომ არ გავჩერდებით და ფიზიკურად ვერ გავჩერდებით. Სარქომ რაც უნდა იძახოს, რომ მცირე ინციდენტი მოხდა, ზოგადად ჩხუბის მერე ვინც ამბობს, რომ მცირე ინციდენტი მოხდა, ეგაა ხოლმე გალახული, ესე რომ ძალიან კარგად ვიცით რა ხდება ქვეყანაში და მათ შორის აბუ-დაბიში. ერთადერთი მოლოდინი მაქვს გამარჯვების. სხვა ვერსიას არც განვიხილავ და დარწმუნებული ვარ, ბევრი კიდე ყველა ადამიანი ასე უყურებს ამ ამბავს. შეუძლებელია სხვა ვერსია არსებობდეს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ქვეყანას ვკარგავთ. შესაბამისად უნდა ვიყოთ აქ გამარჯვებამდე. მუხტი არის ეს. მიზანი არის ძალიან ნათელი და გასაგები ყოველთვის. მთავარი არის ჩვენი მოთხოვნა, როგორც ყოველთვის, რომ სოლიდარობას უცხადეთ იმ პატიმრებს, რეჟიმის პატიმრებს და ასე ვითხოვთ ახალ არჩევნებს ჩვენი უკეთესი ევროპული მშვიდობიანი მომავალისთვის. პროტესტი გრძელდება რუსთაველის გამზირზე და დედაქალაქის მთავარ მონაკვეთზე არის ისევ და ისევ ხალხმრავლობა, ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებიან, ერთმანეთს უცვლიან მოსაზრებებს, ერთმანეთს ამხნევებენ და იმის მიუხედავად, რომ ძალიან ცივა ერთი რამ გადაჭრით შეიძლება ითქვას, აქ ყველა გაცილებით უკეთეს განწყობაზეა, ვიდრე შეიძლება იყოს აბუ-დაბიში ყოფი ზარქუ ან სანიკიძე. მოკლედ პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და ეს არის მთავარი, რაზეც ყველა თანხმდება. აქციის მონაწილეები ყველას უხდიან მადლობას, ვინც უერთდება მათ პროტესტს და ბუნებრივია მიხაილ როთმანს დღეს მადლობა დაიმსახურა მომიტინგეებისგან იმისთვის, რომ ის მუდმივად უდგას გვერდით საქართველოს. Thank you. აბა, დაელაპარაკე.